მაშინ იაკობა და 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, ხატვა და გარეთ საერთნობა. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. პატარა რომ ვიყავი, ეგრევე ვისწავლე. მაშინ იქნებოდი 2 წლის. პირველად ვისწავლე სახლის სახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ღამე არ გაწინებს. მე ვიცი სახლის დახატვა, მანქანის, ადამიანის და კაბის. ყველაზე კარგად გამომდის სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ უნდა გავუკეთოთ სახლის კედელი. მერე კარები. მერე სახურავი. და ფუტი რო ამოდის, ის უნდა დავუხატოთ. მერე უნდა გააფერადო და მერე და კარების რომ უნდა გააღო, ის უნდა დავუხატო. მერე დავუხატავთ ეზოს და გავუკეთებ ყვავილებს. ეზოში შემიძლია დავუხატო ჩემი მეზობელი მანანა დაიბადა. მე მაგ ხატვის ნიჭი, ამიტომ ვარ კარგი მხატვარი. ზერწვაც მიყვარს და ყველაფერს ზერწავ. ყველაზე კარგად გამომდის ადამიანის გამოწერწვა. ამ ჩემ ნამუშევრებს ვინახავ ჩემს ოთახში. ძალიან ლამაზი ოთახი მაქვს, კედლებზე პეპლები დახატული. მინდა ყვავილები მივახატო, მაგრამ არ შეიძლება. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. იმიტომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის სემა. ყველაზე ტკბილი არის ალექსანდრა. ყველაზე შემქია გიორგი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ტკბილი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნანა ჯინჭველეიშვილი. ის არის ლამაზი, კარგი მასწავლებელი, გვეფერება და გვასწავლის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სტილისტი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ცეკვავ თაწმინდაში. უკვე 3 წელია ვცეკვავ და ძალიან მომწონს. ყველაზე უფრო მომწონს, რომ ხაზში რომ ვდგები და ავდივარ კიბეებს. ჩემი საყვარელი ცეკვაა კაურა. საყვარელი ილეთია აი ეს. თაწმინდაში მასწავლის ლელა მასწავლებელი. ძალიან მხიარულია, მაგრამ ზოგჯერ ბრაზიანი. როდის ბრაზდება, როცა ცუდად ვაკეთებ თილეთებს. მე ბაკურიანში ვიყავი 10 დღე და ძალიან მომეწონა. თერთმეტის ბავშვები ვიყავით და ვერთობოდით და ცეკვავდით. ბაკურიანში ყველაზე უფრო მომეწონა ცეკვას რო ვამთავრებით და ჩვენ ნომერში შევიდოდით. სწავლებელი გვეუბნება და დაისვენეთო და ტელევიზორს ვუყურეთო. მალე მექნება კონცერტი და წავალ იტალიაში. კიდევ კონცერტი მინდა მქონდეს ბათუმში. ჩემი აზრით კონცერტის მერე ჩემი ბებია მაჩუქებს ყვავილებს. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაპუნცელი და თმას ვერსდიდი. მერე იმიტომ შევიჭერდი, რომ გამოვსულიყავი ელზა. ისე მე ორივეზე ლამაზი პრინცესა ვარ. ამას სულ მეუნება ჩემი დედიკო და მამიკო. სახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 8 წლის და ქვია მილა. ის არის ლამაზი პრანჭია და ხანდახან მეცხუბება. ხანდახან მასზე რაღაცა უნდა აეღო და მე ვასწრობ და მართმევს.
ამაზე სულ გვაქვს ცხუბი და კამათი. პირველ რითმილა რო გაიდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო მშვიდი, მხიარული და გვეთამაშება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ტყვიანი და თბილი. ხანდახან მე და მილა რომ ვთხოვთ გვაშველებს. ხელში რაც გვაქვს, გვართმევს და მალავს. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ვიქნები უფრო ტყვიანი. თელეფონური ჯოხი რომ მქონდეს, მინდა გავაჩინო ახალი ტელეფონი. ჩემი ტელეფონი სულ დამჯდარია და არ მიტენავე. არა და მინდა რაღაცების თამაში და ჭირდება ახალი ტელეფონი. ჩემი საყვარელი თამაში არის გელობანა და გასწრობანა. ბათუმი იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი ოჯახი არის და ყველაზე მშვიდი ოჯახი არის. გამიმართლა ამ ქალაქში ვცხოვრობ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მაშო რო არ მერქვას რა მერქმეოდა. მე მაშო დამარქვა დედამ და ძალიან მიყვარს ეს სახელი. მაგრამ მაშო რო არ მერქვას მერქმეოდა ანა. შემდეგ მონაწილეს უტოვებს შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რო ქონდეს. მე მაგალითად მინდა ფრენის სუპერძალები რომ ქონდეს. აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი ჩემს სოფელში. ბედნიერება არის რომ მათ გქონ კომპიუტერი, რომ ყავდეს ძაღლი და რომ გავსეირნე. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.